მოგესალმებით ყველანი ერთად. დღეს ისევ ვიმყოფებით ქალბატონი ლამარას სამზარეულოში. და ძალიან მაგარი აჭარული ხაჭაპური გელოდება. თუმცა სანამ აჭარულ ხაჭაპურს გავამზადებთ, მანამდე ვიმყავს ლიზის სტუბრად ბატონი ადემ ტურაშავაც. თურქეთში ქართული ასოციაციის პრეზიდენტი იყო 10 წლის მანძილზე. დღეს ორხანგაზის, კავკასიის კულტურის და ურთიერთდახმარების ასოციაციას ვეწვიეთ. ასოციაცია 1995 წელს დაარსდა. მისი დაარსების იდეა კი ორხანგაზში მცხოვრებ ქართველს ეკუთვნის, რომელიც მრავალი წლის წინ გადასახლდა და თავისი წინაპრებიდან გადმოცემული შთამომავლობის სიყვარულით ისევ აგრძელებს ქართველობას. სწორედ ეს ცენტრიც ამიტომ დააარსა, რომ ქართველების თავშეყრის ერთ-ერთ საინტერესო ადგილად ექცია. ფიქრობ ეს გამოუვიდა, თუმცა ინტერვიუში ამას ყველაზე კარგად თვითონ გვიამბობს. შექმნა ქართული ცეკვის ანსამბლი, სადაც დაახლოებით 150 ბავშვზე მეტი მონაწილეობს. ასევე დედაენის ცენტრი, სადაც ხდება ქართული ენის შესწავლა. წერა, კითხვა და თქვენ წარმოიდგინეთ, გასაოცარია და თურქეთში მცხოვრები თურქი ეროვნების მქონე ქალბატონები სურვილს გამოთქვამენ, რომ ძვირფესვიანად შეისწავლონ ქართული ენა, მეტყველება, წერა თუ კითხვა. ძალიან გამიხარდა თქვენი ჩამოსვლა და ასეთი შეხვედრა. მგონია რომ ამ კულტურასა ჩვენ ასეთი ერთად რომ გავაკეთებთ შეხვედრებსა და იმასა, უფრო გააძრევლდება და უფრო გავიგებთ ერთმანეთსა, რომ როგორ დაეხმაროთ ამ თემასა, ამ კულტურასა, საქართველოს და თურქეთის ურთიერთობაზე და აქაურ გურჯების, ჩვენებურების გამძლეობაზე და გაგებაზე საქართველოს ისტორიას ძალიან დიდი ხანია აქვთ ჩვენ. ისეთი რომ ჩვენი წინაპრები ჩამოსვლან 150 წელი წინ ჩამოსვლან, 150 წელი გახდა და მაინც ისეთი რომ კიდევ ჩვენ ჩემი დიდი ბაბა მეტყოდა რომ შვილო ჩვენ თურქეთში ვართ, ან მაინც ქართველი ვართ და ქართული სისხლით ვიყავ ჩვენ ზავებში და ეს ჩვენ ახლა რომ შენ გესაუბრებით, გელაპარაკები, შენ შვილებს ასწავლე და ელაპარაკე. ჩვენ შვილებსაც ვასწავლე, ან შენ ოჯახის ლაპარაკობთ ქართულ ენას, ქართულ კულტურას აკვლევებს და ან ასოციაციას ვაკეთებთ. ისეთი რომ გავაკეთებთ დედაენის მასწავლებელი, დედაენას ვსწავლობთ ამ ასოციაციაში და ანუ ამ ცენტრის დაარსება პრინციპში გენეტიკის განმეხი იყო, ხო და მოთხოვნა. კი, აუცილებლად. მე ბატონი ადები და დღევანდელი პრეზიდენტი ბატონი ირფან შაჰინი გვეწვიენ, ხო? ჩვენს ღონისძიებაზე გვახსოვს, ხო? მოგზაურობთ სცენაზე, ხო? მოდი თქვენ თავად წარადგინეთ. ეს ხაჭაპურის გაჩვენას გაჩვენას ნიშნავს ჩვენთან. აი, გამარჯობა. ბატონი ბატონობა, ქალბატონობა. აი ამ მომწადეთ ეხარავშავს. ბოდიში ისეთი რომ ჩვენ ვართ თურქეთიდან. პირველად 150 წელი ჩვენი წინაპრები გადასულან ბათუმიდან თურქეთში დაოჯახებულან და ქართველი ფესვები და ქართლის სისხლი ჩვენს იდეას და ბატონ მე ვიყავი 10 წელი ჩვენ გვაქვს თურქეთში ქალაქ ბურსას ორანგაზის რაიონში ქართული ასოციაცია და ქართული ასოციაცია დახმარების და ფოლკლორის ასოციაცია გაკეთებული. ერთი 27 წლის წინ გაკეთა ეს ასოციაცია და ჩვენ მაგდერებთ ახლა პირველი მე ვიყავი 10 წელი პრეზიდენტი ერთად დავნიშნე ბატონი ერთმანი
ცოტა ნელა ისწავლის ქართულს და მე ერთი კიდე რომ გაკეთდება, უფრო ქართულადაც გესაუბრებ. ალბათ მე გადავთანხმო ბოდიშს ან კიდე რომ ნელა ისწავლოს ქართულად ისაუბროს an senede. Orhan Gazi Dernek olarak düzenlediğimiz protokol gereği burada bulunmaktan çok mutluyum. ჩვენ გავაკეთეთ ერთი ორი სიცინ ქალბატონი მანანას და ტელევიზია ინგურდას dos გამო მემორანდი. ისეთი რომ ამ მემორანდის გამო დღეს აქ დაპატიჟეს მოგვიწეს და ძალიან მაყოფილი ვარ, ძალიან დიდი მადლობა. Protokol gereği Türkiye ile Gürcistan arasında kültürel ve ekonomik işbirliği içerisinde olmaktan mutluyum. ისეთი რომ ეს მემორანდუმი გაკეთდა მარტო კულტურასი არა და ისეთი რომ ეკონომიკური და ურთიერთობის და მეგობრობის, ისეთი რომ ან სკოლაების დამოუკიდებლობა, ან კლინიკას დამოუკიდებლობა და ან მერიების დამოუკიდებლობის ეს ხიდი პირველად გაიხსნა და ახლა მე გავაგრძელო, იმიტომ ძალიან მაყოფილი, ძალიან ბედნიერი ვარ. Biz de Türkiye'de Gürcü kültürünü yaşatmak için çalışıyoruz. ჩვენ რამდენი რომ თურქეთში ვიყოთ, თურქეთელი ვართ, მაგრამ ქართულ კულტურასა დახმარებაზე და ქართულ კულტურას გაგრძელებაზე ძალიან წვალობ, ძალიან მუშაობ და მაინც ეს გაგრძელდება და გამავდება უფრო ჩვენ მემორანდუმის გამო. Çünkü biz de Gürcüyüz. ისეთი რომ ჩვენს ქართველი ვართ და ჩვენ წარმოგვიდგენთ ქართულის ლიტერატურას. Bu sayede Mananas Hanım'a teşekkür eder, saygılar sunarım. Böyle bir toplantıya vesile oldukları için. Gamarcova. ისეთი რომ ეს ქალბატონი მანანას გამო დაიწყო და ეხლა გაგრძელდება და აქ რო დაპატიჟა ასეთი ლამაზ გონიძიებაზე და ასეთი კარგი ადამიანის გაცნობისთვის ძალიან მაყოფილი ვარ, ძალიან დიდი მადლობა და გამარჯობა. აი, მახსენდება საბერძნეთის კულტურაზე რომ გადავედით გემით, მაშინ გადავდებით მიყავდა იკონიკას და დილის 6 საათზე ვიყავით უკვე გემზე ზემოთ. დღეს აი ახალი თაობით მივდივართ და ეს იქნება რა უმწყარი მოგზაურობა გამოვხელით. დავიდეთ. ხდება ხოლმე მე მინდა გავიხსენო მათიმას მიწლობა თურქეთში და თურქეთში ვიყავით ჩვენი გადამღები ჯგუფი და ეს იყო საოცარი შეხვედრა არის თქვით ასახული აფიშებზე და სპეციალურად აი ეს მეორე მოსაწვევის მაგვარი რაც გვაქვს იქ ვიდა სამახსოვრო ავტოგრაფები დავტოვოთ და გავატოვოთ და მე იქ ორხანგაში დაკიდო და იქ თვითონ ძალიან კარგი ცეკვის ანსამბლი ყავთ ოქრო, აი ესეთი მართლა ოქრო არიან ეს ბავშვები, ვერც კი წარმოიდგენთ მათში მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა შეიძლება თურქია, შეიძლება ქართველია, შეიძლება წარმომავლობა არ არის ქართველი, ხო ყავს ესეთიც. ანუ თურქები არიან, მაგრამ დიდი სიამოვნებით ცეკვავენ და მართლა საოცარი შეხვედრა მოგვითხრეს და ეს შეხვედრა იყო ჩვენთვის დაუვიწყარი და
აზიის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაცია 1995 წლის აპრილში დაარსდა. ასოციაციის მიზანია თურქეთსა და საქართველოს შორის კულტურული და მეგობრული ხიდის შექმნა, ქართული ცეკვის, ქართული მუსიკის, ქართული ენის მომავალი თაობებისთვის გადაცემა, ამ კულტურის თურქეთში გაცნობა და პოპულარიზაცია, საქართველოსა და თურქეთს შორის დიალოგების გაძლიერება. ეს ბავშვები გააშუქებენ ამ ყველაფერს. დამფუძნებელი სამმართველოს წევრები იყვნენ: ზექერია ჯეილანი, მაჰმუდ ჩილი, ნურეთთინ ემეკლი, ზექერია შაჰინი, მეჰმედ დემირჯანი, მეჰმედ ქაჰრამანი და აჰმედ აიდინი. ჩვენმა ასოციაციამ იმავე წელს დაიწყო დახმარებისა და სოლიდარობის საქმიანობა. 1996 წელს ქუთაისიდან მიიწვია ავთანდილ და ზაზა ჭეიშვილები, რათა ფოლკლორული ანსამბლი შეექმნათ. პირველ ეტაპზე ცეკვის გაკვეთილები 80 მოსწავლით დაიწყო. დაახლოებით 3 წლის განმავლობაში ქართველი მასწავლებლები ასწავლიდნენ, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდნენ და მათ მიერ აღზრდილი ისმაილ აჯარი და მურად ქაჰრამანი გუნდის ახალ ხელმძღვანელებად დაინიშნენ. 1999 წლიდან დღემდე ისმაილ აჯარი და მურად ქაჰრამანი თითქმის 26 წელია განაგრძობენ ამ საქმეს და ამ დროის განმავლობაში მრავალი მოცეკვავე გაზარდეს. დღეს ქართული ცეკვისა და ქართული სიმღერის რეპეტიციები აქტიურად და ენერგიულად მიმდინარეობს. 1995 წლიდან დღემდე ასოციაციას სხვადასხვა პრეზიდენტები ხელმძღვანელობდნენ: ზექერია ჯეიჰანი, აჰმედ ქაჰრამანი, ნიაზი ქაიმაქი, მურად დემირჯი, აფთულაჰ შაჰინი, მურად შაჰინი, იალჩინ თორუნი, ზექერია ქაპლანი, ადემ თურანი და ამჟამად ასოციაცია განაგრძობს საქმიანობას პრეზიდენტ ირფან შაჰინის ხელმძღვანელობით. Serkan! Ser! Havada! Republiko თქვენი მოგზაურობა. აქედან საქართველოს გაუმარჯოს. და მოდით ახლა ბატონი ადემის სტუმრობა ქალბატონმა საპატიო სტუმარი თქვას, ხო? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა და რას ვაპირებთ? ვაპირებთ რომ აჭარულად ვისაუბროთ, აჭარული ცხოვრების წესები გავიგოთ და თურქეთელი ქართველისა და ის ორივენი აჭარიდან გადმოსახლებულები ვართ, ხო? ჩვენი ორივე რესპონდენტი და ამიტომ მოვყვებით იმ ისტორიებს, რომელიც თქვენ ძალიან დაგაინტერესებთ. მაშინ გამოვყევით, დაგველოდეთ და ვიწყებთ. თან ვაწყობთ აჭარულ ხაჭაპურს და თან საუბრობთ საინტერესო თემებზე. დავიწყოთ. აბა დავიწყოთ ჩვენი აჭარული კერძები. დავიწყოთ ჩვენი. ჩვენ რამდენიმე წელიწადია ჩამოსახლებული ვართ აჭარიდან, მაგრამ აჭარული კერძების გაკეთება არ დავიწყებია ნამდვილად, ყოველთვის ვაკეთებთ და ყოველთვის ვეცდები იმას, რომ ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმაც ყოველთვის იცოდეს და ყოველთვის გააკეთოს. აბა დანა მომაწოდები. ბაბა, მე ქვილი. ხო, შეიძლება. ჩვენ გადავსახდით აჭარიდან თურქეთში 150 წელი წინ და ქალბატონი რამბოს 25 წელი განმოვსახდით, ჩვენ 150 წელი წინ გადავსახდით და კიდევ შემოვიჩინეთ აჭარული საჭმელები, აჭარული ხაჭაპურები და ყველაფერი და ის კულტურა
ჩვენ რაც გაგვაჩნდა. 150 წელია შემორჩენილი გვაქვს. ენა და კულტურა შემორჩენილი გვაქვს. იქაც ქართველობთ და იქაც დედაენას და ქართულ კულტურასა ვასწავლით ჩვენ ახალ გაზრდებსა და ბავშვებსა. ისეთი რომ ჩვენი წინაპრები რო გადასახლებულან ბათუმიდან თურქეთში გუკეთებიან ბურსაში სოფლები. ხუთი დიდი სოფელი გუკეთებიან და მე იმ სოფლებში სულ ქართული კულტურა და ქართული ენა და ქართული საუბარი, ქართულად საუბრობდნენ და მე იქ დავიბადე, იქ გავიზარდე და მე სკოლაში ჩასწამდე მე თურქული არ ვიცოდი. ისეთი რომ ვამბობდი რომ მე ერთი ენა არის და ქართული. და რო სკოლაში წავედი, მე ვისწავლე თურქული და მე ვიფიქრე რომ ორი ენა ყოფილა, ერთი თურქული და ერთი ქართული. მაშინ სოფლებში რო ვიყავით ოჯახებში ყველა ქართულად საუბრობდა, ქართულად ლაპარაკობდა, მაგიტო ქართული ენას სწავლობა უფრო ადვილი იყო, უფრო კარგი იყო, მაგრამ მე რო სოფლები გამბრავდა, რო ბევრი ხალხი მოვიდა, მე წავიდნენ ქალაქებში ხალხმა, ქართველმა ხალხმა და ქალაქებში უფრო თურქული საუბარი და ქურთული ლაპარაკი რო იყო, პატარებმა ვერ ისწავლეს. ვთქვით რომ ეს კულტურა, ეს დედაენის შემორჩენისთვის და დედაენის სწავლობისთვის კურსები გავაკეთეთ ქალაქ ორანგაში. მაინც ერთი ყოველ წელში ერთი პერიოდი კურსები 60-80 ადამიანით სწავლობით დავამთავრეთ. ეხლა კიდევ ვაკეთებ, კიდევ ვაგრძელებ. ისეთი რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ენა და ეს კულტურა. მაგიტო პირველია ენა. ენა თუ იცი ყველაფერი. რამდენი ენა იცი, იმდენი ადამიანი ხარ და მაგიტო ჩვენს პატარებსა და ჩვენ შვილებსა ამას ვასწავლით. ეს კულტურა, ასეთი აჭარული საუბარი, აჭარული კულტურა ჩვენმა წინაპრებმა მაინც წაიღეს აქედან და იქაც აკეთებენ. ისეთი რომ რო გადასახლებულან აქედან ხელოსანის იქავრი რაო ხელოსანი ვინც იყო იქ ეს გუკეთებია. ისეთი რომ აქედან ნერგები წუღიან, ვაშლის ხალი, ბალი, ტყემალი, ქლიავი, ყველა იქ გუშენებიან. ისეთი რომ იქავრი არ მოწონებიან და აქედან ჩატანილი უფრო მე თურქებსაც მოწონებიან ის ჩვენი ბუნება და ჩვენი ხილი და ჩვენი ბალი, ვაშლი, იმათაც მოწონებიან, იმათაც გუმრავლებიან. ესე იგი აჭარაში რაც ხდებოდა, ესე იგი რანაირი სახლებიც ჰქონდა, სახლებს რანაირი კარებიც ჰქონდა, რანაირი ცხოვრებაც ჰქონდა, რანაირი კულტურაც გაგვაჩნდა, ესე იგი ისე გადაიტანეს. ნამდვილად. აი ახლა მე ჩაგერთვევი თქვენ საუბარს. ჩვენ რო პირველად ჩამოვსარდით, აი ცოტა გაუსაძლის მდგომარეობა კი იყო. ხო და რო ჩამოვედით, აი იქაც რო ჰქონდა რაღაცა წაბლის მასლი და მასალიდან გაკეთებული კარები, კაკლისგან, ზუსტად აქ ხელოსანი და ისეთი კარები და ფანჯრები ჰქონდა. ფაქტიურად ის რაც ჩვენ გაგვაჩნდა, რასაც ჩვენ ვემსახურებოდით და რაც იყო ჩვენი ადარცესები, მე მგონი არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ. არ უნდა დავიწყოთ, ისეთი რომ ისინი უფრო მართალი და უფრო კარგია. კი, რა თქმა უნდა. მე ძალიან ბევრი, მე მაგალითად ხულოსნაირში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ჩემი მშობლები ცხოვრობენ გურიაში. და იქ გავიზარდე. იმის შემდეგ 17 წელიწადში გავთხოვდი ხულოსნაირში. ხო და 7 წელიწადი ვიცხოვრე იქ ხულოსნაირში. და ყოველთვის ვიგონებ იმ მომენტს, აი იმ ცხოვრებას, იმ ტრადიციებს, აი რასაც ვემსახურებოდით, რასაც ვაკეთებდით ხულოსნაირში და ყოველთვის მაგძელებ მაგ. საოცარი დედი ყავს, რომელიც დღემდე ინარჩუნებს ქართულ ენას, ინარჩუნებს ქართულ ტრადიციებს, ქართული, ასე ვთქვათ, გემოვნებით გაკეთებულ კერძებს და საუბრობს ქართულად. მოდი გვიამბეთ ცოტა რამ დედაზე, რომელიც რამოდენიმე წლის წინ რომ გადასახლდა, შეინარჩუნა თქვენთვის ის ქართველობა, რა თქმა უნდა, მშობლის დამსახურებაა, ხო? აი როგორც თქვენ ფიქრობთ ეხლა რომ მომავალმა თაობამ იცოდეს, ისე იფიქრა დედამაც, ხო, რა თქმა უნდა.
ჩემი დედიკოს 82 წლის არის, მაგრამ ჯამთელათა ძალიან ისეთი რომ პატარობიდან იცის ქართული საჭმელები, ქართული აჭარული საჭმელები, ყველაფერი ისეთი რომ თქვენიც კი კარგი იქნება ისი და ჩემი დედიკოსის ისეთი რომ კარგი ბორანსა და კარგი სინორსა და კარგი ლობიოს მოამზადებს და ისეთი რომ მე რო პრეზიდენტი ვიყავი ასოციაციის პრეზიდენტი მაშინ დავპატიეთ აჭარის ტელევიზია. და ქალბატონი ნათია იყო ჩვენთან ჩამოსული ერთი კვირა გადაიღო ჩვენი სოფლები, ჩვენი ამბავები, საჭმელები, კულტურა და იმ გადაღებაზე დედიკომ გააკეთა ყველა საჭმელები და ყველას მოეწონა ძალიან და ისინი ამბობდნენ რომ ჩვენ ასეთი გემრიელი საჭმელი არდოს არ გვიჭამიაო და მაგითო ნათია მას გაშინჯა მაშინ და ძალიან მაგარიო იმანას ძალიან მაყოფილი იყო ისეთი რომ მარტო ჩემი დედიკოს არა და ყველა დედიკოები ძველებური ისეთი რომ 40 წლის ან 50 წლის ბებიები და დედიკოები მართლა მაგრამ კარგი საჭმელებსა და გემრიელ საჭმელებს აკეთებენ ისეთი რომ მაინც მათ უფროსებიდან დანახული აქვს რომ როგორ გააკეთებ როგორ სუნელები და როგორ ის შეკადმა როგორ არის ისინი იციან და მაგითო ბებოების და უფროსების გაკეთებული საჭმელები მე უფრო მისჩემია უფრო კარგია და მადლობა რომ შენაც თქვენა გაგვიკეთოთ და ახლა მოვჭამოთ მადლობა აი na na ajareli viqavgana kuloeli suleimana badumchi chamoblagundi kartopalas qidudi ganada demesia jibgirebi gamaxenda babai qama tabarida gamokarida uare ganda ganana na na nina na nina nina oh na na nina na nina nina oh na na nina na nina nina oh na nina nina oh na nina nina oh oh na na nina na nina nina oh na nina na nina nina oh na nina na nina nina oh